ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა ჩემოვანდო, რომ მეუღლესთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. მოდი ეს თემაც იმას აქვს, ცოტა ჩავუღვავდეთ კიდე. რამდენად მნიშვნელოვანია, როცა წყვილი ერთად იღებს გადაწყვეტილებებს და ერთპიროვნულად არ აკეთებს. გინდაც მეუღლე, ისა ქმარი და გინდაც ცოლი. ძალიან მნიშვნელოვანი, აი რაღაცეებიც ახლა ქალს უფრო ესმის რაღაცები კაც, მაგრამ გადამწყვეტი რაც ახლა ბავშვის მომავალს. თქო უნდა, ნუ ყოველ შემთხვევაში თანხმობა უნდა იყოს ორივე მხრიდან, შეიძლება ერთის ინიციატივა იყოს, მაგრამ თანხმობა უნდა იყოს მეორე მხრიდან. თუ როგორ ფიქრობთ, კაცების უმეტესობა აღიარებს იმას, რომ ცოლმა უკეთ შეიძლება იცოდეს რაღაც ნებისმიერი საკითხი? აი კაი შეითხოვა. კი ალბათ ახლა თან ახლა მეორე ცოლი მყავს და აღიარებ რომ ცოლმა რაღაცები უკეთ იცის, კი, ქალმა უკეთ იცის, უბრალოდ ქალმა რაღაცები უკეთ იცის. დასაკვირველია. ყველაფერი თუ ჩვენ ეცოდინება უკეთ, მაშინ ახლა ჩემს შემთხვევაში მაგალითად ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრად უფრო პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებს ჩემი მეუღლე. ეს ხო ევოლუციურია, ახლა ჩვენს მიდიოდით კაცები სანადიროთ, ქალი ულიდა მეურნეობას, გამოქვაბულს და შემდეგ კატას მოიშენაურებდა ძაღლს, ბავშვებს ულიდა, ახლა უნდა მოეწო. ამიტომაც დღემდე რო არის შეპყრობილი რემონტით და მსგავსი რაღაცეებით, ხო? ჩვეულებრივი თემა ევოლუციიდან მოდის. ინტერიერის დიზაინს აკეთებს ყოველთვის ქალი. თქვენთან რომ მოვიდეთ გზაში ვფიქრობდი ეს რაღაცებს რა უკვე თუ გაბრაზდებიან, ყველაზე ბუნებრივი არ ვამბობ. ქართველი კაცის ქალის მიმართ დამოკიდებულება რაღაც ნაწილის ძალიან არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ თავს ვიწონებთ, რომ მეფე ყავდა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ვეფხისტყაოსანი ყავს, როდის დაწერილი, სადაც საოცარ სიყვარულზეა საუბარი. არ ვიცი მე სხვა ენა და სხვა ერი არ მახსენდება, ვინც საკუთარ დედას აგინებს ყველაზე უშვერი სიტყვებით რა. ამიტომ არ მომწონს დიდი ნაწილი სამწუხაროდ კაცების დამოკიდებულება, ქართველი კაცების დამოკიდებულება ქალების და დედების მიმართ და დედები ახსენებათ ხოლმე, არ ვიცი, სამმარცს. სამმარცს და სადღეგრძელოში. და სადღეგრძელოში რაც ყველაზე ის არის. და ამას წინათაც იყო დედა გალახა იმის გამო, რომ პენსია არ მისცა თუ რაღაც ეგეთ. ნუ ალბათ ეგ პათოლოგიაა. აი ეგ კონკრეტული, მაგრამ ის არ იმას არ გულისხმობ, რომ შეიძლება თქვი ტყუილია. გეთახმები მაგიჟებს და ჩვენი დამოკიდებულება ქალებ რა შედიქალო კუხნაში ძალიან ცუდი ის არის და ეგ არის ჩვენი